მოგესალმებით. მე ვარ ანა, მე ვარ ნინია შიუკაშვილი. ჩვენს არხს ქვია მედია წიგნიერი. ჩვენ ვართ მედია წიგნიერი გადაცემის ჟურნალისტები და დღეს ერთ ამბავს მოგეყვებით. უპასუხებლად დედა სირაქლემაზე ამ ამბავს მოგითხრობთ ნინია შიუკაშვილი. თორმე ერთი დედა სირაქლემა ყოფილა, რომელსაც ბევრი კვერცხი ჰქონდა. ის შორიდან რომ შეგეხედა, ძალიან პასუხისმგებელი და ძალიან მოულელის ჩანდა. მან თავისი კვერცხებით უბე გაასუფთავა და თავისი თეთრი და ფითხი კვერცხები ბუდეში ჩაალაგა. მაგრამ ამაოდ მას წყალი მოუხდა და ის წავიდა წყლის დასალევად. შინ იფიქრა 2 წამი არაფერი მოხდებაო. 2 წამი ძალიან დიდხანს გაუგრძელდა და შინ დაბრუნებულს კვერცხები აღარ დაუხდა. ხედავთ რა ფერა უპასუხისმგებლობა, რას გეტყვით ანა? ასეთი უპასუხისმგებლობა მე პირადად ცხოვრებაში არ გამიგონია. ეხლა კი თვითონ ადგილზე მნახველები ჩაგორთვებიან და გაგაგებინებთ თუ როგორ და რა მოხდება. მოდი დაველოდოთ ჩვენს რომლები ჩაგორთვებიან ჟურნალისტებს. კი, ისმის. გამარჯობა. დღეს მე ვიმყოფები უდაბნოში, სავანაში, აფრიკის სავანაში, სადაც მოხდა ეს ამბავი და დღეს ჩვენ ვნახავთ თვითონ ვიდი შეისწრო ამ ამბებს და ვნახავთ ვინ იქნება სიმართლე არის თუ არა ეს ამბავი რომ უპასუხისმგებლო დედა სირაქლემა ასე მოიქცა. მე ვარ ამ ყველაფრის მოწმე, ჩემ მეზობელმა როგორც მომთხოვ, მე იმ ყველაფრის ამჯერა, რადგან როგორც სირაქლემა ძალიან კარგი დედა არის. ალბათ იმ სირაქლემას გზა ებნა. უდაბნო ძალიან დიდია, ამიტომ ეს შესაძლებელია ყოველთვის. უკაცრავად თქვენ შეეწარით ამ ფაქტს. მე არა, მაგრამ ჩემი მეზობლის მეგობარი ხომ შეესწრო. ახლა ეს სხვადასხვა აქ იმყოფება. უკაცრავად, თუ შეგიძლიათ თქვენ გვიამბეთ სრული სიმართლე. ყველაფერს მოწმე და ეს ჩემი მეგობარი თუ მეზობელი იტყუება. ისე მე ამბობ შევესწარი და მე ყველაფერი ვნახე. შემიძლია მე თქვენ ბოლოში ფოტოს კი განახოთ, როგორ პარავდნენ ის ვიღაც თაგვები და ვიღაცები კვერცხებს. ამიტომ ეს დედა სირაქლემა იყო ძალიან მატყუარა და ძალიან უპასუხისმგებლო. და ანუ თქვენი გაქვთ ხომ რამე მტკიცებულება? დიახ, მე მაქვს ფოტოზე მტკიცებულება, რომელსაც განახეთ აუცილებლად. დიახ. თუ შეიძლება გვანახეთ? ახლა ვიკანავთ. მოგიწევთ აქვე. ახლა მე შემიძლია აქ ეკრანზე ფოტოს ჩაგიცვათ, გაწყობთ? დიახ, თუ შეიძლება ჩავებთ. აი, ამ ყველაფრის მტკიცებულებაც ეს არის. ნახეთ როგორ პარავს. ამ ფოტოში კი ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ არა უშავრა. ხომ ხედავთ ფაქტს. ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. ჩვენ სწორ პასუხამდე მივედით. და როგორც გაირკვა, დავადგინეთ, რომ დედა სირაქლემა მართლაც უპასუხისმგებლო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი გზები გავიარეთ, მაგრამ თავია ხო სწორ პასუხამდე მივედით არა. ჩვენ ახლა ერთ მორალს ჩაგისვათ, ან წაგიკითხავთ თუნდაც. ეს უკეთესი იქნება. მოდი ახლა წაგიკითხავთ. ახლა კი რომ შეკვირდით მორალს გეტყვით. როცა მე გენდობა არ უნდა მიატოვოთ, თუნდაც წყალი გწყუროდეს. ნახვამდის. აგებუნები ჩვენი გადაცემიდან აუცილებლად. დაგველოდოთ.